14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. Ამ დღესთან დაკავშირებით გორის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა. გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარის ცხოვრება გაიხსენეს და მის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ბოლოს მოეწყო ფილმის ჩვენებაც. თამარ მეფის სახელობის დღე საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 31 იანვარს თამარის მიცვალების, 14 მაისს კი ხსენების დღე. მე ვარ მაიკო მაყაშვილი, გორის მეათე საჯარო სკოლიდან. დღეს გქონდა პრეზენტაცია თამარ მეფეზე. და სწორედ ეს იყო ქალი ყველას მაგალითი სიბრძნისა და სამართლიანობისა. სწორედ მან აღიარა ყველა ქართველი მუსლიმები და მათ რელიგია არ შერაცხა და ყველა მიიღო ისეთი როგორც იყო. მე ვარ თეკლა ტაბატაძე, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე, ვსწავლობ მე-9 კლასში. დღეს მოვედით გორის ბიბლიოთეკაში, პროექტი გვაქვს თამარ მეფის შესახებ და პატარა კინოჩვენება გვაქვს, პრეზენტაციები მოვამზადეთ და წარვადგინეთ ბიბლიოთეკაში. მე ვარ ლიზი ბოგაძე, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე. დღეს არის თამარ მეფის დღე. შევიკრიბეთ ბიბლიოთეკაში და ვისაუბრეთ თამარ მეფის ცხოვრების შესახებ, წარვადგინე პროექტი მის ქორწინებასთან და მის გამეფებას შესახებ.